დღეს დაიწყო ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღნიშვნა. ყოველ წელს აპრილის ბოლო კვირაში ევროპის რეგიონის ჯანმოს წევრი ყველა ქვეყანა აღნიშნავს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს. იმუნიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა არა მარტო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, არამედ კაცობრიობისთვის, იმიტომ რომ წინა საუკუნის დასაწყისში თუ ბავშვთა სიკვდილიანობა იყო ძირითადი გამოწვევი ინფექციები იყო ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი გამოწვევი მიზეზები. ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს სიკვდილიანობა განახევრდა ვაქცინების იმუნიზაციის დამსახურებით. აუცილებელი ვაქცინების სავალდებულო ვაქცინების დამსახურებით 194 მილიონი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წუთში 6 სიცოცხლის გადარჩენა ბოლო 50 ყოველ დღე ბოლო 50 წლის განმავლობაში. პოლიოს ვაქცინის დამსახურება არის ის, რომ 20 მილიონი ადამიანი დღესდღეობით დადის თავისი ფეხი და არ არის პარალიზებული და წითელას შემთხვევაში წითელას ვაქცინამ შეძლო 94 მილიონი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, ეს არის 60%-ით შემცირებული ბოლო 50 წლის განმავლობაში. ასე რომ იმუნიზაცია ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას და ბოლო კვირას, აპრილის ბოლო კვირას ეს აღნიშვნა არის იმისთვის, რომ გავამახვილოთ ყურადღება იმუნიზაციის ეფექტურობაზე, გავზარდოთ მშობლების ცნობიერება, ასევე მოუწოდოთ სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ოჯახის ექიმებს, რომ გაზარდონ ბავშვთა იმუნიზაციით მოცვა. 53 ქვეყანაში არის როგორც ჯანმოაცხადებს, იმატებს ისეთი დაავადებები, როგორიც არის წითელა, ყივანახელა და დიფტერია. თუ შედის საქართველოს ამ ქვეყნების ჩამონათვალში და რა გახდა ამის მიზეზი, ესეც რომ განვმარტოთ. შედის საქართველოს როგორც ევროპის ნაწილი და მოიმატა წითელას მაჩვენებელმა მოიმატა ბოლო წელს განსაკუთრებით და ეს ტენდენციები შეიმჩნეოდა პანდემიის შემდგომ. პანდემიის განმავლობაში შემცირდა რუტინული იმუნიზაციით მოცვა, რაც ქმნის რისკს მოიმატოს ბავშვთა ინფექციები და როდეს ეს არის იმუნიზაციის ჩავარდნის გადავადების გაცდენის გამო, როდესაც არ არის საკმარისად მოსახლეობა იმუნიზებული, ამ შემთხვევაში ვირუსს ეძლევა საშუალება ცირკულაციის და გავრცელების. ერიდებოდნენ იმ პერიოდში ზოგადად სახლიდან გასვლას და ექიმთან მისვლას, ეს იგულისხმება, რომ პანდემიამ ჩააგდო იმუნიზაციის პროცესი? ეს იგულისხმება, შეზღუდული იყო მოძრაობა, შეზღუდული იყო სერვისები, სამედიცინო პერსონალი რთული იყო COVID ვაქცინაციაზე, პანდემიასთან გამკლავებაზე და ეს იყო მიზეზი. ჩვენ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც შევნიშნეთ ეს ტენდენციები, ცდილობდით, რომ გაგვეძლიერებინა რუტინული იმუნიზაცია სხვადასხვა მეთოდებით და იყო მოცვის მატების ტენდენციაც, მაგრამ ეხლა ისევ შემცირდა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ არის ვაქცინები, რომლებიც იმუნიზებულად დაცულად ითვლება ბავშვი, როდესაც სრულად არის ყველა დოზი, თქვა 2 დოზა არის საჭირო, 2 დოზა, 3 დოზა, 4 დოზა. ამ შემთხვევაში თქვა, რომ ავიღოთ ჰექსა ვაქცინა, რომელსაც ვაკეთებთ 2-3-4 თვეზე, თუ არის პირველი დოზა 2 თვეზე 90%-ზე მაღალი მოცვა, შემდეგ უკვე მეორე მესამე თვეში ძალიან მცირე ინტერვალში 80%-ზე ჩამოდის. ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს რთული მშობლებისთვის, რომ თუ 2 თვის ასაკში ბავშვი მიიყვანა ვაქცინაზე, ამ შემთხვევაში მეორე მესამე თვეზე, მეოთხე თვეზეც დიდი გამოწვევა არ უნდა იყოს. თუ ვერ მიიყვანა და გააცდინა რაღაც პერიოდის შემდეგაც შესაძლებელია ხო ჩვეულებრივად. ძალიან ხშირი არის ეს სხვადასხვა მიზეზით, ცრუ უკუჩვენებებით, ანუ ხან მშობელი თulis, რომ ეხლა არ არის ბავშვი მზად ვაქცინისთვის გარკვეული სიმპტომების გამო, ხან პედიატრიან ოჯახის ექიმიც მიიჩნევს ასე, რაც სინამდვილეში არ არის ხოლმე ძირითად შემთხვევებში მიზეზი ვაქცინის გადავადების. თუმცა თუ გაცდა ვაქცინა, გარკვეული მიზეზის გამო შეიძლება პედიატრთან, ოჯახის ექიმთან შეთანხმებით
აღვადგინოთ და დავეწიოთ იმ მოცვას. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბავშვების კატეგორია, რაღაც ასაკამდე, რაც არის გეგმიური აცრები, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩატარებული, თუ შესაძლებელია, რომ ვისაც თქვათ, ბავშვობაში არ აქვს ეს აცრა გაკეთებული, თუნდაც მშობლის სურვილის გამო, თავად გადაწყვიტოს რაღაც გარკვეული ასაკის შემდეგ ზრდასრულ ასაკში. არის ამ დროს ეფექტიანი ეს ვაქცინები? არის. ეს ვაქცინები, რუტინული ვაქცინები, სავალდებულო ვაქცინები არის ბავშვთა ინფექციების წინააღმდეგ. ეს ინფექციები არის ძალიან საშიში ინფექციები. ზოგი იწვევს ძალიან რთულ დაავადებას, ზოგი იწვევს პარალიზებას, სიკვდილიანობას შეიძლება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ბავშვთა მოსახლეობა ჩვილობიდან 5 წლამდე ასაკში განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდეთ და იმუნიტეტი გაუძლიეროთ ვაქცინებით. რა თქმა უნდა, თუ გარკვეულ ასაკში ადამიანმა იცის, რომ არ მიუღია ესე თუ ეს ვაქცინა, მაგალითად, წითელა შემთხვევაში ხარ, როცა უგზნობთ, რომ არის პანდემიის შესაძლებლობა, მომატებული შემთხვევები, თუ არ არის აცრილი ან არ ახსოვს ან არ იცის, შეუძლია, რა თქმა უნდა, აიცრას, მაგრამ დღესდღეობით ვაქცინები არა მარტო ბავშვთა ასაკში კეთდება, მეორდება ტეტანუსის ვაქცინა 14 წლიდან და მერე ყოველ წელიწადში გვაქვს კოვიდის ვაქცინა, გვაქვს გრიპის ვაქცინა, პნევმოკოკის ვაქცინა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რისკ ჯგუფებს იცავს, ასევე იცავს ხანდაზმულ მოსახლეობას, ასე რომ ვაქცინა, იმუნიზაცია არ არის მხოლოდ ბავშვების, თუმცა განსაკუთრებით ბავშვთა მოსახლეობას. აი თქვენ თქვით, რომ ბავშვთა დაავადებები, წითელა, ვთქვათ, ჩუტყვავილა, ეს ხო მოზრდილსაც შესაძლოა, რომ დაემართოს თუ არა აქვს მოხდილი ბავშვობაში. და უფრო რთულადაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი. მოზრდილს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ბავშვები არიან უფრო მოწყვლადი ამ დაავადებების მიმართ, ამიტომ იმუნიზაციის სრულყოფილი მოცვა ბავშვის ჯანმრთელობის, ბავშვის იმუნიტეტის ძალიან ეფექტური საწყისია, რომ ის განვითარდეს შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანმრთელად და პირველი, როგორც აღნიშნა, არის კაცობრიობის უდიდესი მიღწევა შეამცირა სიკვდილიანობა, ანუ ბავშვის გადარჩენის ეფექტურობას გვაძლევს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში. თუ მოხდილი აქვთ ეს დაავადებები, აცრა მაინც ეფექტურია, ესე როდესაც ადამიანს მოხდილი აქვს, იმუნიტეტი გამომუშავებულია, ამ შემთხვევაში აცრა, აცრის შედეგად და მოხდის შედეგადაც გვაქვს ერთი და იგივე შედეგი, ეს არის ანტისხეულების გამომუშავება, იმუნიტეტის გამომუშავება. თუ იცის ადამიანმა, რომ მოხდილი აქვს ან აცრილი, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი აცრა. რომელია ყველაზე უფრო საშიში პირველ რიგში განსაკუთრებით რაზე უნდა აიცრან მათ ვისაც გამოტოვებული აქვს გეგმიური აცრები რა იწვევს ყველაზე რთულ გართულებებს როდესაც გეგმიური აცრები გვაქვს გამოტოვებული და ამ შემთხვევაში არის მომატებული რომელიმე ინფექციის რისკი ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია რომ იმ ინფექციაზე ავიცრათ. რაც შეეხება საშიშობას, აქ ბევრი საშიში დაავადება არის, დიფტერია საშიშია, პოლიომიელიტის საშიშია, წითელაც გართულებების შემთხვევაში საკმაოდ რთულ გართულებებს იწვევს. ამიტომ ძნელია ესე პრიორიტიზაცია ამ ყველას თავისებური გართულება აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ საქართველოში გვაქვს საკმაოდ ეფექტური, საკმაოდ თანამედროვე ევროპის ქვეყნებთან შესაბამისი იმუნიზაციის კალენდარი 9 ვაქცინით არის დაცული 13 დაავადების წინააღმდეგ ბავშვთა იგულისხმება უფასო ვაქცინები. კი, რუტინული ვაქცინები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. რა უნდა გაკეთდეს გარდა იმისა, რომ მშობლებმა თავად უნდა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების იმუნიზაცია, უფრო გლობალურადაც, თქვათ, სახელმწიფოს როლი რა არის, სამედიცინო პერსონალის როლი რა არის? ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ ვიცით რომ მშობლებს მიუხედავად იმისა რომ ხედავთ რომ პირველ დოზებზე მიყავთ ბავშვები შემდეგ იკლებს ეს მაჩვენებელი ძალიან დიდი როლი არის ოჯახის ექიმების, პედიატრების და ექთნების რომლებიც შეახსენებენ ხოლმე მშობლებს და ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ეს შეხსენება. გარდა ამისა, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც პანდემიის შემდეგ, როდესაც შევნიშნეთ მოცვის შემცირება,
ბევრი მუშაობა ჩავატარეთ მოსახლეობასთან, ადგილობრივ მთავრობებთან, სამედიცინო პერსონალთან, დატრენინგდა ყველა ოჯახის ექიმი და ექთანი საქართველოში რუტინულ იმუნიზაციაზე, რომ გამკლავებოდით ამ მოცვის შემცირებას, ასევე გაუმჯობესდა და სრულყოფილად აღიჭურვა იმუნიზაციის ცივი ჯაჭვი, ვაქცინების ცივი ჯაჭვი და გაიმართა ელექტრონული რეგისტრაციის მოდული, რაც ასევე ეფექტური საშუალება არის მოცვის შემოწმების და ღონისძიებების დაგეგმვის.